მაგრამ ჩვენ ჭაობში ჩავიზურებთ. ზრიქასა როგორ მოეწრალე. სიბრაული ადვილია ზიდონი. თულია გაგება. როცა ადამიანის გესმის სიბრაულის იქ ადგილი აღარ აქვს. ადამიანი გებრალება მაშინ, როცა მისი არ გესმის. ხედავ ამ ამბავმა საკმაოდ უხეში გაგყარდა. უხეში. დასანანია, ასეთი ქალები ყოველთვის ერთს იწოდნენ ჩემში. უხეში იმიტომ გეჩვენები, რომ აზროვნების უნარი გამოჩნდა. შენ ხომ არ ხარ მიშოვი, რომ ქალებიც ფიქრობენ ჩემო ხუცხვდა. პეტრა! ბაბათი, არ ვიდოდა შეგვიძლია. ქართველ მაყურებელს ცნობილი გერმანელი რეჟისორის რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმების რამდენიმე თეატრალური ვერსია აქვს ნანახი. მარია ბრაუნის ქორწინება ბერლინის შაუბიუნეს თეატრმა თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ჩამოიტანა. სამეფოუბნის თეატრში მიშა ჩარკვიანმა კაცელმახერი პიესაში დასმული პრობლემების აქტუალობის გამო დადგა. დათომ ღებრიშვილმა არჩევანი პეტრა ფონკანტის ცხარე ცრემლებზე შეაჩერა. განქორწინებაზე მან შეიტანა. არა მე. შენ? შენ? გაკარებული. საბრალო პატარა პეტრა, რომელსაც ქმრის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, გიჟივით შეყარებული ლამის მონად გადაქცეული და უცებ განქორწინებაზე შეიტანა. რა საშინელია. ღალატობდა. ღალატი ჩემთვის არ იქნებოდა განქორწინების საბაბი. სხვა მიზეზები მქონდა. როცა ურთიერთობა ფუჭდება, ჩნდება ზიზღი და სიცხე. გახდება? ეს მარლენია. ამონარიდი სპექტაკლის პრეს-რელიზიდან. გრძნობებით მანიპულირება. სიყვარული როგორც ავადმყოფობა. საკუთარი ვნების გალიაში მოხვედრა. რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა პეტრა ფონკანტის მწარე ცრემლები 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმნა. არ მიყვარს, როცა მე მაწამებენ. მიყვარს, როცა თავად ვაწამებ საკუთარ თავს. ამბობს ფილმის რეჟისორი რაინერ ვერნერ ფასბინდერი. რეჟისორის ეს ფრაზა ყველაზე კარგად ასახავს ფილმის არსს. წამებაში, რა თქმა უნდა, სულიერი წამება და გრძნობებით მანიპულირებაა ნაგულისხმები. ეს არის ისტორია ფლობაზე. ეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის ის, რომ ამ სიყვარულის პროცესის რაღაც ეტაპზე ამ ქალს ფლობა ეგონა სიყვარული, თუმცა სიყვარული რაღაც სხვა ყოფილა. საერთოდ სიყვარულზე სპექტაკლის დადგმა რთულია, იმიტომ რომ არის ხოლმე რაღაც საშიშროება, რომ რაღაცა ის სერიალის კარგი გაგებით, თქვათ რაღაცა ისეთ მელოდრამაში, რაღაცეთ ტკბილ მელოდრამაში არ გადავიდეს ეს ყველაფერი და როდესაც თქვათ აი მელოდრამატულ ისტორიას ფასბინდერი რაღაც ბევრ სოციალურ და ბევრ რაღაც კონცეპტუალურ რაღაც კონტექსტებს დებს შიგნით აი სწორედ ეს განაპირობებს თქვათ ამ ისტორიის და ამის ფასეულობა ამ მასალის პიესის როგორც არის ის რომ ძალიან ბევრი შრეა შიგნით მე არ ვიცი ხა რამდენად შევძლებთ ჩვენ ამ ბევრი შრის გადმოცემა, იმიტომ რომ იქ არის რაღაც სოციალური შრე, სოციალური ფენების დამოკიდებული ურთიერთობა კიდე ერთმანეთთან ბევრი ასპექტია ესეთი და ნუ ხა ეს არის მაყურებელმა უნდა განსაჯოს თქვათ რომ გამოგვივიდა ეს თქო რა არ გიტყვით. კაი, პრიფასო, გაიცანი პეტრა ფონკანტი რომელსაც ამდენს იყო ძალიან სასიამოვნო, ძალიან კაი. ჩემთვისაც დარბაზში შესვლისთანავე მაყურებელი ყურადღებას დეკორაციას აქცევს. თამრი ოხიკიანის სცენოგრაფია მონუმენტური და პომპეზურია. იგი ერთდროულად მავზოლეუმის და მოდის სახლის ასოციაციას იწვევს. ამავე დროს მიწისქვეშა თავშესაფრის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, სადაც მზის სხივიც კი ვერ აღწევს. ეს არის ყველაზე რთული, როდესაც თქვათ არის ესეთი კარგი პიესა, კარგი ნაწარმოები,
ყოველთვის არის ძალიან რთული რომ გაიქცე ფილმს და ну რაღაცა ისეთი პროფესიული ამოცანა ჩემი პირველი ეს იყო რომ ანუ არ უნდა დამსგავსებოდა ფილმს ეს ამოცანა მე მგონი რომ აი სცენოგრაფიაში ყველაზე კვეთრად მოვახერხეთ თუ მოვახერხეთ არ ვიცი მაგრამ მოვახერხეთ ძალიან ვიყავი ჩართული ამ ომის ამბავში და სულ ეს ომი იყო მფონეთ და მაგ დროსაც ვიფიქრეთ რომ რამდენად შეიძლება მხოლოდ ვისაუბროთ ერთ ადამიანზე და ეს გარემო იყოს მოწყვეტილი ამ რეალობისგან. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ სწორი იქნება, რომ ესეთ გარემოში იყოს პეტრას პერსონაჟიც და იყოს რაღაცა თითქოს თავშესაფარში. ისედაც თავის პერსონაჟიდან გამომდინარე ეგეთი პერსონა, რომ ჭირდება მარტოყოფნა შეიძლება და ცოტა გაურბის სხვა ადამიანებს და რეალობას და ეს თავშესაფარიც ძალიან მგონი რომ მოუხდა. ნეონის განათება, სინთეტიკური მასალები, შავი ფერი ხელოვნურ სამყაროს ქმნის, რომელშიც პიესის პერსონაჟები ცხოვრობენ. როცა ვლაპარაკობდით ამ პიესაზე, კი არის უსიყვარულო ლაპარაკი, მაგრამ მგონია რომ უსიყვარულობაზეა. ანუ მთავარი თემა მაინც ეს არის, რომ ადამიანი უსიყვარულოდ ყოფილი მკვდარია და გარემოც მკვდარია და ანუ თითქოს ხელოვნურად ცხოვრობს ეს ადამიანი, მაგიტომ აი ბოლოში თავდება ჩაფხუტით. და ეს არის რომ ჰარი არ ყოფნის იმის გამო, რომ ესეც სამყაროში უწევს ცხოვრება. და ის რომ კედლები შეფთულია, თქვათ, შავი კედლები, მაგრამ შეფთულია ქსოვილით. თითქოს ეს ქსოვილი ახშობს ანარექს, ხმას, ყველაფერს რაღაცა იცოდა გაგუდულ. მე მინდოდა რომ ეს ყოფილი არ ვიცი ჩანს თუ არა. გაგუდული სამყარო ყოფილიყო. მეზიზღები. სიკვდილი რომ შემეძლო. კოსტიუმებზეც, ну, პირველ რიგში მინდოდა რომ ყველა ყოფილიყო ხაზგასმით ქალური და ლამაზი. მხოლოდ იმიტომ არა, რომ თქვათ პეტრა, მაგიტომაც პეტრა დიზაინერია, მაგრამ მაინც ყველა რაღაცა გაყინულ სამყაროში ყოფილიყო ძალიან ჟღერადი. მალენს ოდნავა ეს რაღაც მამის პიჯაკი შეიძლება ქმნის ამ მამაკაცურ სილუეტს, მაგრამ მაინც აქცენტი ფეხებზეა და მგონია რომ მაინც ქალურია და მინდოდა რომ ქალური ყოფილიყო ძალიან ყველა პერსონაჟი მარტო მარნენიერი. მახსოვს თამრი ოხიკიანმა მისი სცენოგრაფიაც არის და კოსტიუმებიც ჩემი საყვარელი გოგოსი რომ მაჩვენა რაღაცნაირად ეს ქვემოთ დივანი და ზემოთ ეს რაღაცნაირად საფლავის ქვა და აი პირდაპირ წამოვიდა ძალიან ისეთი ინსპირაციები რა დაახლოებით როგორიც არის აი ჩემ თავში გავაცოცხლო სიყვარული გავაცოცხლო ტირანი გავაცოცხლო იმიტომ რომ ფასბინდერიც ხო ესეთი ადამიანი იყო რაღაცა საოცარ მანიპულაციას უწყობდა პირველ რიგში საკუთარ თავს და მე გარშემო მყოფებს და ჩემთვის პირდაპირ ფასბინდერია ეს ქალი. ისედაც თითქოს ყველა პერსონაჟი მგონია რომ ფასბინდერია, ეგეთი მრავალფეროვანი იყო. მაგრამ ეს ქალი განსაკუთრებით, აი თავის მარლენთან დამოკიდებულებით, თავის აი ამ რაღაცა თითქოს გაუწონასწორებელი ხასიათით. შეხო მამბობი რომ ჩვენ და ჩვენს კლასს აღარაფერი გავცადეთ. ეს ყოველი შეცდეთ ხოლმე, ნუ ის მაინც ხოლმე გეცვალ ისე ურთიერთობა. შენ ხმარი, რა თქმა უნდა. შენ ამბობდი რომ მასთან განქორწინება გინდა. არა. ამბობდი რომ შესაძლოა როდესმე გავაბარე. თუმცა ახალწლის მერე ყველა შეუძლია აზრი შეიცვალოს. განსხვავებულია ნანკა კალატოზიშვილის კარინი. თუკი ფილმში ახალგაზრდა ქალი მოდელიერს საკუთარი კარიერის მოსაწყობად იყენებს, სპექტაკლში პეტრასთან ურთიერთობაში თანაბარ უფლებებს ითხოვს.
ვერ ეგუება თუ ჯინად ყოფნას და თავისუფლებას ირჩევს. ხო, ეს არის აი სიყვარულით, როცა ადამიანს ის რასაც ეძახის თქო მეორე ადამიანის სიყვარულს, იმას ეს არ ეძახის სიყვარულს, ეს არის გაგუდვა და საერთოდ საკუთრებადი სივრცის წარწმევა და არ ვიცი ძალიან რთულია სუეჭვიანობის და უნდობლობის ქვეშ ყოფნა და რასაც ეს ეძახის სიყვარულს და ეს ნიჭიც აქვს რომ გასცეს ის იმას არ ყოფნის და მოგეთ ცოტა ავანტყოფური ურთიერთობა არის ეს ყველაფერი. მგონია რომ გადარჩა და წავიშთა ეს გოგო. მიკროსკოპულად ამასზე მიარსება რომ გიყური გული მერევა. მაშინ უნდა გიხაროდეს ჩემი წასვლა. ხო, მაგრამ შენ ძალიან გვიან მიდიხარ, კარი, ნაჩენ თავს ვეწყებ, თვითონ ბორდელს რატომ აწახე? მითამრა მეკუქრო დამღლელია ვიდრე შენთან ძველი. მე არ მინდა რომ გავდეს იმას როგორცაც თამაშობდა ყველა და როგორც არის ფილმში, იმიტომ რომ ფილმში ვასმინე როგორც უნდა და ისეთი გააკეთა უკვე და როცა არსებობს პიესა და მასალა და შეგიძლია რაღაცა შენი შეიტანო იქ. იმიტომ რაც ნახე დადგმები ყველა მაინც თამაშობს ახალგაზრდა პატარა გოგო, ჩვენ ასაკიც ამოვიღეთ, არ ვაფიქსირებთ ამდენი წლის არის, იმიტომ მგონია რომ არის სიყვარულზე და საერთოდ არ არის აქ რომ ასაკოში ქალს ახალგაზრდა შეუყვეთ. ნუ ჩვენი ისტორია ესეთი არ არის ყოველ შემთხვევაში, უბრალოდ გრძნობებზე და სიყვარულზეა და ამ შეუძლებელ სიყვარულზე უფრო არის და ამიტომ ხო რაღაცით შეგავდეს კიდეც. სულ თამაშობენ რომ ამ გოგოს არ უყვარს ეს ქალი და მე მგონია რომ ძალიან უყვარს და უბრალოდ ორივე სხვადასხვანაირი რამეს ეძახიან სიყვარულს. და ჩემთვის არც ღალატობს. მგონია რომ ამასაც იგონებს, იმიტომ რომ არ ჯერათ მისი და უკვე ყველაფერს ვიძახი. აი ხო რა ვის რას შეთხსავს თავისთვის რა. ხა ერთი რა ჩანს და მეორე შიგნიდან მე რა სიმართლე მაქვს. ხო, მაგრამ ტექსტი ეგ არის, მაგრამ ტექსტის მიღმა შეიძლება ყველაფერი ხდებოდეს ცხოვრებაშიც. შეიძლება ერთი იძახდე და მეორე საკეთებდა. მარლენი სპექტაკლში განსაკუთრებულად საინტერესო პერსონაჟია. მისი ერთგულება არაბუნებრივია. იგი კატარინას მსახური, მესაიდუმლე, ცველია. უნდობლად უყურებს მოულოდნელად გამოჩენილ კარინს. თითქოს ცდილობს გამოიცნოს, რა მიზნები ამოძრავებს ახალგაზრდა ქალს. ხო, რაღაც უცხო სხეულით მოვიდა. მომაც შეცვალა ის წესრიგი, რა წესრიგიც გქონდა. ჰარმონია და არღვია. და ნუ არის რაღაცნაირი დისკომფორტები, თუმცა ამასთან შეგუება ვის მცდელობაც არის. გვიწევს რაღაც დისკომფორტებთან შეგუება ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში მე არავისთან არ მაქვს კონფლიქტი. ჩემს პერსონაჟს რა. რას მომჩერები ხარ, სულელად რო ხარ? ჯურდაჟ მომიტარა. მარლენი იმდენად ერთგულია, რომ საკუთარ ცხოვრებაზეც კი უარს ამბობს. ამ ერთგულების სახელით ხშირად იტანს პეტრასგან დამამცირებელ მიმართვებს. მისი სიყვარული უპირობოა. ხო, უპირობო სიყვარულია. ერთგულება. ყველაზე დიდი თავისუფლება ეგ არის, რაცა შეგიძლია იყო მორჩილი. ანუ მორჩილება არ ასოცირდება მონობასთან. ეს არის შენი არჩევანი, რომ იყო მორჩილი. და უპირობოდ გიყვარდეს. ძალიან დიდი თავისუფლებაა ამაში. და ჩვენ სულ მუდმივად გვაქვს მიდრეკილება, რომ რაღაცებზე დამოკიდებულები ვიყოთ რა. მიჯაჭვულები ვიყოთ და ტკივილები განვიცადოთ ამის გამო. ალბათ ცხოვრებაც ეს არის. და გვიკვირს ესეთი ადამიანების როგორიც არის მარლენი. ერთგვარ დამკვირვებელიც არის, სიმდისიც არის ალბათ. შინაგანი მდგომარეობაა მარლენი, რომელსაც ჩვენ დაავადებას ვეძახით. რატო დაავადება? ესე ჩანს გარედან. ავადმყოფებად ითვლებიან ეგეთი ადამიანები. არ გვესმის. როგორ შეიძლება იყო ასეთი
ხო, მსახურები ვართ ჩვენ. რაღაცას ვემსახურებით. ქვეყანას ვემსახურებით, შემოქმედებას ვემსახურებით, პროფესიას ვემსახურებით, ადამიანს ვემსახურებით, ოჯახს ვემსახურებით. და უნდა ვიყოთ კეთილსინდისიერები, პატიოსნები, ერთგულები. და უპირობოდ უნდა გვიყვარდეს. სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან გამისკრა. კეის ძლიერი უნდა იყო. უნდა გიყოს გამბედაობა, რომ მირწმუნო. ყველა ადამიანს ჭირდება რაღაც იმაში, პეტრა, ყველას. მერტის გარეშე ყოველი ადამიანი ძალიან მარტივია. ეს არ უდეშია, ერთი შრე არის ეს დედის და შვილის ურთიერთობა და ეს რაღაცა განცალკევება კი არა, აი როგორ თქვა სწორად, გაუცხოებაც არ არის, თქვა ზუსტი გამოსახული, მაგრამ რაღაცა ხდება ურთიერთობაში, როცა აი თითქოს უყვარს დედას თავისი შვილი, ხო? უყვარს, შეიძლება გიждდება, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ეს თავისებური სიყვარულია, ვთქვა, რაღაც თავისებური გამოხატულებაა, მაგრამ ნუ აი ეს ქალი აი ესეთი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მთელი ცხოვრება, ხო, თავისი რაღაცა, აი თანამედროვე სიტყვა რო გაჩნდა ოფცია, აი თითქოს რაღაც შვილი რაღაც ოფციასავით იყო ამ ქალის ცხოვრებაში, რატომაც ესე მეჩვენება. გაბის მიმართ უფრო ყურადღებიანი უნდა იყო. ბავშვები ყოველთვის განიცდიან, იცი როგორ ხდება სადმარ ჩაეძინა. არა, უნდა გიყოს იცი, გამბედაობა. რაღაც უნდა გააკეთო, რომ შენში სულ სხვა ადამიანი დაიწყო. ნუ მაწვალე. არა, უნდა გიყოს გამბედაობა, თქვა ის, რასაც ფიქრობ, გასაგებია? ადამიანს ხო თვალი ეხილება მაშინ, როცა რაღაცა სტრესი ან რაღაცა ესეთი დიდი ძვრა ხდება, ხო, მის ცხოვრებაში და შვილებთან ურთიერთობაშიც და ნებისმიერ ურთიერთობაში ალბათ არის რაღაცა ისეთი დაფარული რაღაცა გრძნობები თუ ვნებები, რომლებიც ჩვენ თითქოს ვიცით, რომ არსებობს ეს და თითქოს, მაგრამ არასოდეს არ გვინდა რომ ჩვენ გავხდეთ ამის არ გვინდა ჩვენ შეგვეხოს. აი როცა გვეხება, მე ხდება ეს რაღაცა კატაკლიზმები ჩვენ შორის, გულისხმობ დედას, შვილს და აი დედა მე მგონი რაღაცა ესეთ გზაჯვარედინზე ხდება ამ მომენტში. აი მიუხედავად იმისა, რომ ორი სცენა აქვს, რაღაც ორი ესეთი მოგრძალებული სცენა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ამ სპექტაკლში და საკმაოდ ესეთი ვირაჟია რა დრამატურგის ხელით გაკეთებული. ვიცოდეთ, როგორ მესიზღებით ყველა. პეტრა, რა სიხალეში ჩაზიულო ბინცურო პატარა პარაზიტებო. თქვენ არაფრის გაგება არ შეგვიძლია. დედა შეავაზიზენო ბავშვო. ზუხარ. ყველანი ზუხარ. არ შემედო. გაბრიელა. მალე. ჯინი. გაგიმარჯვეთ. პატარა ბინცურო პარაზიტები. ეს როგორც პიესა არის ბერძნული ტრაგედია. იმიტომ რომ ამხელა კათარზისის გავლა ხდება მხოლოდ ბერძნულ ტრაგედიებში. ამიტომაც ჩვენ აი ეს ბოლო სცენა დაბადების დღის აი თითქოს რაღაცა კათარზისია. რაღაც ჯოკერი როგორც ნიღაბს იკეთებს, როგორც აი საკუთარი თავიდან გასვლა და გარედან დანახვა და გარდა ამისა იმ საზოგადოების უარყოფა
რომელშიც არსებობს იმ ტყუილის უარყოფა, ამიტომ ეს არ არის მარტო ქალების სიყვარულზე არ არის ჩემთვის, ეს არის რაღაცა ძალიან რთულ ფსიქო ტიპზე დიდ ქალზე, რომელიც ყველაფერი უნდა რომ თავის თავიდან თავისი ტკივილებით, თავისი ყველაფრით მიიღოს და გაიღოს. და ეგრეც ემართება, ხო? ყოველ შემთხვევაში ის პერსონაჟი, რომელიც დასაწყისშია, იქ მოკვდა ნამდვილად. აი ესე თუ ვილაპარაკებთ მეტაფორულად. უნდა შეგეძლოს გიყვარდეს. და არაფერს ითხოვდეს სამაგიერო. მე ეს თითოიგივე არ არის. მე არ გიყვარდა. ისი ფლობა მინდოდა. ყველაფერი დამთავრებულია. მართალია დიდ ტკივილად დამიჯდა, მაგრამ სიყვარული ვისწავლე. პეტრა ვონკანტის დაავადების მოსიარულე ხატება არის მარლენი. რაღაცა სწორად ხსნი. ხო, უკვე კარინთან სცენაში თვითონ იქცევა როგორც მარლენი. ხდება როგორც მარლენი და მე უკვე მარლენს როცა უყვირის, მარლენს კი არა როგორც თავის თავს უყვირის. და ძალიან მე მგონი რომ ეს ძალიან დიდი ფაქტიურად ერთნი არიან აი ხელა შედაუღაბება მარლენსა და პეტრას შორის და როგორც კი ბოლოს ეგ რაღაცა ისეც არის რომ აი როგორც კი პეტრა გახდა ადამიანი მარლენსაც აღარ მოუნდა ადამიანთან ყოფნა. მარლენსაც ის რაღაცა მითიური ქალი უნდოდა და უყვარდა და რაღაცა შესწიცინებდა ფიზიკურად თუ ფიზიკურ არსებობას თუ უპასუხებთ და თუ აი იმ ხაზს გავყვებით, რასაც მე ვამბობ, როგორც კი იტყვი რომ ავადყოფა შენგან გადის. ხო ეს ხო ყველაზე მაგარი გადადგმული ნაბიჯი. და მისთვის მარლენი. ნუ პეტრა მაღიარა. გაიარა აი ყველაფერი. შენი ცხოვრების შესახებ მომეყევი. მარლენი. ფინალში პეტრა აღმოაჩენს, რომ მარლენიც ადამიანია და მისი ბიოგრაფიით ალბათ პირველად ინტერესდება. პასუხად მარლენი იქაურობას უსიტყვოდ ეცლება. უსიტყვოდ პირობითი ნათქვამია. ნანა ბუთხუზის მზერაში 1000 ფიქრი ირეკლება. პლასტიკაში საკუთარ თავთან ბრძოლაც იკითხება, მისი სასოწარკვეთაც თვალსაჩინოა. და იგრძნო შენს თავში ჩაიხედო და ერთ წამში დაინახო მთელი შენი ცხოვრება. და ისეთი გულწრფელი უნდა იყო ეგეც დროს შენს თავთან, რომ თვალმა ისე გამოიხედოს, რომ ეს ცხოვრების გზა დაგანახოს. კონკრეტული არაფერი თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ ყველას თავისი გზა აქვს. თავისი შეხედვა აქვს თავის თავში. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ესე გიყვარს ადამიანი რა. ადამიანი გიყვარს. სქესს მნიშვნელობა არ აქვს. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სიყვარულის განმარტებაც ესეთია. ახალ აღქმაში. ხო. აი აგიკითხავთ, გინდა? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ეს. სიყვარული სულ გრძელია.
სიყვარული ქველმოქმედია. არ შურს. არ ყოყოჩობს. არ ამპარტავნობს. არ ჩადის უწესობას. თავისას არ ეძებს. არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტოს. არ ხარობს სიცრუით. არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყოველივეს იტანს. ყველაფერის წამს ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. მე ბედნიერი ვიქნები თუ ადამიანები უმრავლესობა მაინც შეძლებს რომ აი ამ სიყვარულით იცხოვრონ. და მარლენი ჩემთვის არის ეს სიყვარული. და მსგავს გრძნობას სიტყვები არ სჭირდება. აი ეს ასეთი თუ იქნება ადამიანი ადამიანთან. მართლა არ წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწევთ განვითარების თვალსაზრისით. რთულია ადამიანების გაგება. ჩვენ ძალიან ზედაპირულები ვართ. ვიყოთ მორჩილები საკუთარი თავის წინაშე და ადამიანები და ჭეშმარიტად გვიყვარდეს. პატივი ვცეთ ადამიანს.